ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა. უამრავი ხალხი მოხვდებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა ავადმყოფებზე. იესო ავიდა მთაზე და იქ დაჯდა თავის მოწაფეებთან ერთად. იუდეველთა დღესასწაული პასექი ახლოვდებოდა. იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან. ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პურები ამათ რომ ვაჭამოთ? ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თვითონ კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა. ფილიპე მიუგო: 200 დინარის პური არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს. მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ ანდრიამ, სიმონ პეტრეს ძმამ, უთხრა მას: აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც 5 ქერის პური და 2 თევზი აქვს. მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა? უთხრა იესომ: უთხარით ხალხს დასხმი. ხოლო იმ ადგილზე დიდძალი ბალახი იყო, რიცხვით 5000-მდე კაცი დაჯდა. იესომ აიღო პურები, მადლის შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს. მოწაფეებმა კი იქ მოსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. როცა გაძღნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: მოაგროვეთ მონარჩენი ნატეხები, რომ არაფერი არ დაიკარგოს. მოაგროვეს და აავსეს 12 გოდორი იმ 5 ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც წუთის სოფელში უნდა მოსულიყო. რა კი იცოდა, რომ აპირებენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი. იესო კვლავ განმარტოვდა მთაზე. როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ. ავიდნენ ნავზე და გაემართნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ. ჩამობნელდა და იესო ჯერაც არ მისულიყო მათთან. ძლიერი ქარი ამოვარდა, ზღვა ახელდა. ხუთი თუ 30 სტადიონი რომ გასცურეს, იხილეს ზღვის ზედაპირზე იესო ნავს უახლოვდებოდა და შეეშინდათ. მან კი უთხრა: მე ვარ, ნუ გეშინია. უნდოდათ ნავზე აეყვანათ იგი და ნავი მაშინვე იმ მიწაზე აღმოჩნდა, სადაც მიდიოდნენ. მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ და რომ არც იესო ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გასცურეს. სხვა ნავებიც მოვიდა ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. რა კი დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმს იესოს საძებრად.